დღეს შენი დამცველი ანგელოზი შენთვის ნათელ შეტყობინებას მოაქვს. შენ ძალიან მალე გაიგებ იმ ნიშნებს, რომლებიც ადასტურებენ ზეციური ყოფნის არსებობას შენს ირგვლივ და მოიტანს იმ სიმშვიდეს, რომლის ძებნაც შესაძლოა თვითონაც არ იცოდი. დარჩი ჩემთან ბოლომდე, რადგან ამ საუბრის ბოლო წუთებში გაგიზიარებ განსაკუთრებულ ლოცვას. პირდაპირ კავშირს შენს დამცველთან, რომელსაც შეუძლია გარდაქმნა შენი ცხოვრების ეს ზუსტი მომენტი. თუ შენ ბოლო დროს იგრძნობლის სიმძიმეს მხრებზე, გაურკვევლობის შეგრძნებას ან დაბლოკვას, რომელიც შენს ნაბიჯებს აფერხებს, იცოდე, ეს არ არის დამთხევა, რომ სწორედ აქ მოხვედი. ბევრმა ადამიანმა, როცა ისწავლეს ამ ნიშნების ამოცნობა, აღმოაჩინეს შინაგანი ძალა, რომლის არსებობაც ვერ წარმოედგინათ, და სიწმინდე, რომელმაც ეჭვის ნისლი გაფანტა. და დღეს იგივე განთავისუფლებისა და დარწმუნებულობის შეგრძნება შენთვის არის განკუთვნილი. ზეციური არსებები ჩვენთან ურთიერთობენ ჩვენი რეალობის ნაზი შეხებით, უბრალო ნიშნებით, მაგრამ ისინი უზარმაზარი ძალითაა დამუხტული. ეს შეტყობინება მოდის იდეალურ დროს, გარდამტეხ წერტილში, სადაც საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გზის შეცვლა ან შენი რწმენის გამტკიცება. მოდი ერთად აღმოვაჩინოთ, ნათელი და გამამხნევებელი ნაბიჯებით, როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს დამცავი ყოფნა შენს ცხოვრებაში. პირველი ნიშანი შეგიმჩნევია თუ არა, რომ ზოგიერთ დამთხვევას ზედმეტად დიდი სიზუსტე აქვს, რომ უბრალოდ შემთხვევითი იყოს. ის სიმღერა, რომელიც რადიოში ჩაერთო ზუსტად იმ პასუხით, რაც გჭირდებოდა, თეთრი ბუმბული, რომელიც შენი გზაზე გამოჩნდა რთულ დღეს, ან მოულოდნელი შეხვედრა ვინმესთან, ვინც ზუსტად იმ სიტყვებს ამბობს, რასაც შენი გული ელოდა. ეს შემთხვევითობა არაა, ეს არის ცის შეხება, შენი ანგელოზის ნაზი მცდელობა გითხრას, მე აქ ვარ, შენ მარტო არ ხარ. ანგელოზების ყოფნა მუდმივია. დამცავი ენერგია, რომელიც გვიცავს, მაგრამ ჩვენს გადატვირთულ ყოველდღიურობაში, შფოთვებითა და შიშებით სავსე გონებით, ჩვენ ვკარგავთ აღქმას, ვბრმავდებით და ვყრუდებით ამ სიყვარულით სავსე კომუნიკაციის მიმართ. ამიტომ პირველი ნიშანი ამ ნიშნების ამოსაცნობად არის გახსნა, მზადყოფნა შესაძლებლობისთვის. საჭიროა შინაგანი სიმშვიდის აღზრდა, რომელიც საშუალებას მისცემს შენს ინტუიციას აყვავდეს. ინტუიცია არის სულის ენა და სწორედ მისი საშუალებით ეხებიან ჩვენთან ყველაზე ხშირად ანგელოზები. იფიქრე შენი უდიდესი ტანჯმის მომენტებზე. როცა ყველაფერი დაკარგულად გეჩვენებოდა, არ გაჩნდა უცნაური ძალა შენ შიგნით, მოულოდნელი აზრი, გადაწყვეტა, რომელიც წამებით ადრე შეუძლებლად გეჩვენებოდა. ეს არის შენი დამცველის პირდაპირი გავლენა, რომელიც დაუღალავად მუშაობს შენი გზის გასანათებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიბნელე მეტისმეტად მჭიდროდ გეჩვენება. ისინი ვერ ჩაერევიან ჩვენს თავისუფალ ნებაში, მაგრამ შეუძლიათ და ხშირად აკეთებენ კიდეც შთაგვაგონონ, მოგცენ გამბედაობა და სისუფთავე. პირველი ნიშანი ნათლად არის ის აუხსნელი სიმშვიდისა და ნუგეშის შეგრძნება, რომელიც გეუფლება ქაოსის დროს. წარმოიდგინე, რომ ემოციური ქარიშხლის შუაგულში ხარ. მოულოდნელად შენი გულმკერდი მშვიდი სერენულობით ივსება. თითქოს უჩინარი თბილი საბანი შემოგეხვია და შფოთვა დაიცხრო. ეს არის შენი ანგელოზის ჩახუტება. ის არეგულირებს შენს ვიბრაციას, აძლიერებს შენს სულს, რათა შეძლო პრობლემის მიღმა დანახვა. რომ შეამჩნიო ეს, ივარჯიშე თვითდაკვირვება, როცა ტკივილი მოგიდგება, ღრმად ჩაისუნთქე და კითხე საკუთარ თავს, საიდან მოდის ეს მოულოდნელი სიმშვიდე. როცა აღიარებ მას, ამტკიცებ კავშირს და აძლიერებ კიდეც. მეორე ნიშანი, რომელიც ხშირად პირველთანაა დაკავშირებული, არის სხეულში დაბურცგლა ან მოულოდნელი სითბოს შეგრძნება. არა სიცივის ან შიშისგან დაბურცგლა, არამედ ელექტრიკული ჩხვლეტა, რომელიც კანს გასდევს, განსაკუთრებით მკლავებზე, კეფაზე ან თავზე. ეს არის ფიზიკური დადასტურება მაღალი სიხშირის ენერგიის არსებობისა. ანგელოზები წმიდა სინათლისა და სიყვარულის არსებები არიან და როცა გვიახლოვდებიან, ჩვენი ფიზიკური სხეული რეაგირებს ამ მაღალ ვიბრაციაზე. ეს არის მათი ენერგეტიკული ხელმოწერა, რომელიც თავს საგრძნობლად გვახვედრებს. ასევე სითბოს ტალღა, რომელსაც გარემო არ იწვევს, განსაკუთრებით სახეზე ან ხელებზე, არის მათი სიახლოვის ნიშანი. ისინი სიტყვასიტყვით გეხვევიან თავიანთი სინათლით, რათა მოგარჩინონ, დაგიცვან, ან უბრალოდ შეგახსენონ, რომ დაცული ხარ. გიგრძნია ეს მაშინ, როცა საყვარელ ადამიანზე ფიქრობდი ან ლოცულობდი? ეს არის შენი დამცველის მყისიერი პასუხი. შემდეგი, რასაც გაგიმხელ, სრულიად შეიძლება შეცვალოს შენი ხედვა ამ პატარა მოვლენების მიმართ. სანამ გავაგრძელებთ შეტყობინებას, დაწერე კომენტარებში ეს მანტრა, რომ გააძლიერო შენი კავშირი და გახსნა აღქმის არხები. ჩემი სული ღიაა სინათლისთვის და მე ვაღიარებ ჩემი ანგელოზის ნიშნებს.
ახლა კი გავაგრძელოთ ეს დივაინ შეტყობინება. მესამე ნიშანი არის აუხსნელი ნათურების ან ორბების გამოჩენა. ყოფილხარ ოდესმე ისეთ გარემოში, სადაც მოულოდნელად თვალის კუთხიდან დაინახებ ბრწყინვალება, თეთრი ან ფერადი სინათლის აელვება, რომელიც მაშინვე ქრება, როცა ვცდილობ მასზე ფოკუსირებას. ან იქნებ ფოტოზე შენიშნე პატარა სინათლის სფეროები, ეწოდებული ორბები, რომლებიც შენს გვერდით ტივტივებენ. ხშირად ამას უბრალოდ შუქის თამაშს ან კამერის ხარვეს ვაბრალებთ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა ანგელოზური ენერგიის ვიზუალიზაციისა. ანგელოზების სინათლის არსებები არიან და ეს მათი ყველაზე წმინდა ფორმაა. ისინი გვიჩვენებენ საკუთარ თავს როგორც ბრწყინვალე ნაპერწკლებს, რათა ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ისე რომ არ შეგვაშინონ. თითოეულ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. თეთრი სიმშვიდესა და დაცვას წარმოადგენს, ლურჯი მშვიდობასა და კომუნიკაციას, მწვანე განკურნებასა და კეთილდღეობას. მიაქცია ყურადღება ამ მოვლენებს. ისინი ყველაზე ხშირად მაშინ ჩნდებიან, როცა შენ მშვიდ მდგომარეობაში ხან, მედიტაციისას, ლოცვისას ან განმამოდორებისას, რადგან სწორედ მაშინ შენი ვიბრაციის სიხშირე მაღლა იწევს და მათთან უფრო ახლოს არის. არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეს შემდეგ ნიშანზე, რადგან ის უშუალოდ შენს აზრებთან არის დაკავშირებული. მეოთხე ნიშანი არის განმეორებადი რიცხვითი თანმიმდევრობები. შეგიმჩნევია, რომ ხშირად საათს ზუსტად 11-სა და 11 წუთზე უყურებ საოცარი სიხშირით? ან იქნებ ხედავ რიცხვებს, როგორიცაა 363, 444 ან 555 მანქანის ნომრებზე, ქვიწებზე ან ბანერებზე, ზუსტად მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვან ფიქრს ყრამდი ან კითხვის ნიშნით მიმართე სამყაროს, ეს დამთხევა არ არის. ეს არის კომუნიკაციის სისტემა, რომელსაც ანგელოზები იყენებენ სწრაფი და პირდაპირი გზავნილებისთვის. თითოეულ რიცხვით თანმიმდევრობას აქვს საკუთარი ვიბრაცია და განსაკუთრებული მნიშვნელობა. მაგალითად, 111 არის მოწოდება, ყურადღება მიაქციო შენს ფიქრებს, რადგან ისინი რეალობასთან თანხვედრაში მოდის. 454 არის ძლიერი ნიშანი იმისა, რომ ანგელოზები შენს გარშემოა და გთავაზობენ დაცვასა და უსაზგრო მხარდაჭერას. 757 კი მიუთითებს, რომ შენ სწორ გზაზე ხარ და სასწაულები უკვე გზაშია. როდესაც ამ თანმიმდევრობებს დაინახავ, შეჩერდი 1 წუთით, ჩაისუნთქე ღრმად, მადლობა გადაუხადე და მიაქციე ყურადღება იმას, რას ფიქრობდი ან გრძნობდი იმ ზუსტ წამს. პასუხი იქ არის. ეს არის კოდი, შენი ანგელოზის თვალიერება, რომელიც ადასტურებს, რომ შენი ლოცვები მოსმენილია და შენ ხარ გაძღოლილი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როცა ეს ნიშნები ერთმანეთს ერწყმის, ბევრად უფრო ღრმა რამ ხდება. მეხუთე ნიშანი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პირადი და ემოციური არის ტკბილი და აუხსნელი სურნელების შეგრძნება. წარმოიდგინე, რომ შენს ოთახში ხარ, ფანჯრები დახურულია და მოულოდნელად იგრძნობ ძლიერ ყვავილოვან არომატს, ვარდის, იასამნის ან შროშანის, მაშინ, როცა იქ არც ერთი ყვავილი არ არის. ან იქნებ ტკბილ არომატს, როგორიცაა ვანილი ან საკმეველი, რომელიც რამდენიმე წამით ავსებს ჰაერს და შემდეგ იმდენადვე იდუმალად ქრება, როგორც გაჩნდა. ეს ფენომენი ცნობილია როგორც კლარიოლფატო, უნარი იგრძნო სუნები, რომლებსაც ფიზიკური წყარო არ აქვთ. ეს არის შენი დამცველი ანგელოზის პირდაპირი ვიზიტი. თითოეულ ანგელოზს აქვს უნიკალური ენერგეტიკული ხელმოცერა, რომელიც შეიძლება გადაითარგმნოს ჩვენი შეგრძნებებით კონკრეტულ სურნელად. ვარდები, მაგალითად, უნივერსალურად ასოცირდება ანგელოზების ყოფნასთან და ზეციურ სიყვარულთან. ამ არომატის შეგრძნება არის ნათელი ნიშანი იმისა, რომ შენი დამცველი ძალიან ახლოსაა. გეხვევა თავისი სიყვარულისა და ნუგეშის ენერგიაში. ეს არის მოფერების ფორმა, გზავნილი, მეგივლი, შენზე ვზრუნავ, რომელიც ამშვიდებს სულს და ამაღლებს სულისკვეთებას. არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდე. ექვი არის ამ კომუნიკაციის ყველაზე დიდი დაბრკოლება. როცა იღებ ნიშანს და შენი რაციონალური გონება მაშინვე ცდილობს მის გაუქმებას, როგორც წარმოსახვა, შემთხვევა ან დაღლილობა, შენ კეტავ კარს მომავალ გზავნილებისთვის. ეს გავს ტელეფონის გათიშვას ძალიან მნიშვნელოვან საუბარში. ანგელოზები არასოდეს ნებდებიან ჩვენზე, მაგრამ ისინი პატივსცემენ ჩვენს სივრცეს და ჩვენს ურწმუნოებას. ამ კავშირის გასამყარებლად საჭიროა აქტიური რწმენის პრაქტიკა. რწმენა არ ნიშნავს დაჯერებას მაშინ, როცა ვერ ხედავ. რწმენა არის არჩევანი დაინახო ის, რაც ყოველთვის იქ იყო. ეს არის ყოველდღიური ვარჯიში, მადლიერებისა და აღიარების. როცა ხედავ განმეორებად რიცხვით თანმიმდევრობას, თქვი, მადლობა ჩემო ანგელოზო, მე გავიგე. როცა იგრძნობ და ბურძგვლას, გაუღიმე და ჩურჩული თქვი, მე ვგრძნობ შენს ყოფნას. როცა მიწაზე ფეთრს ნახავ, აიღე ის როგორც საგანძური,
ფიზიკური შეხსენება სიყვარულისა, რომელიც გარს გიცავს. თითეული აღიარების აქტი არის თითქოს დიახ, რომელსაც შენ უნივერსუმს ეუბნები და ეს ხსნის არხს უფრო მკაფიო და ხშირი კომუნიკაციისთვის. რაც ახლა უნდა გაგიმხილო, შეიძლება მთლიანად შეცვალოს ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობ ადამიანებთან და სამყაროსთან შენს გარშემო. ანგელოზები ასევე ურთიერთობენ ჩვენთან სხვა ადამიანების საშუალებით. შენთვის ოდესმე უთქვამს, უცნობს ზუსტად ის, რაც იმ მომენტში გესაჭიროებოდა, ან ბავშვმა თავისი სიწმინდით დაგისვა ისეთი კითხვა, რომელმაც მთლიანად გაანათა შენი მდგომარეობა? ანგელოზებს შეუძლიათ შთააგონონ ჩვენს ირგვლივ მყოფთა სიტყვები და მოქმედებები, რათა ჩვენამდე მოაღწიონ. ისინი იყენებენ მეგობრის სიკეთეს, მენტორის რჩევას ან თუნდაც უცნობის ღიმილს, რათა გადმოგცენ თავიანთი იმედისა და ხელმძღვანელობის გზავნილები. ამიტომ ყურადღება მიაქცია არა მხოლოდ ნაზნიშნებს, არამედ ადამიანურ ურთიერთქმედებებსაც. შენი ანგელოზის ხმა შეიძლება მოვიდეს იმ ადამიანის ბაგიდან, რომელიც ზუსტად იმ დროს გადაკვეთავს შენს გზას, როცა ეს გჭირდება. ეს გზავნილი შენამდე მოვიდა სწორ მომენტში, მაგრამ უნდა შეცვალო შენი აღქმა სწრაფად, რადგან ასეთი სუბტილური ნიშნები მოითხოვს ყურადღებიან გონებას და გახსნილ გულს. ბუნება კიდევ ერთი ძლიერი არხია. ანგელოზები ხშირად იყენებენ ცხოველებსა და ბუნების ელემენტებს, რათა ჩვენამდე მოიტანონ ნიშნები. მაგალითად, ბეპლის გამოჩენა, გარდაქმნის სიმბოლო, მაშინვე მას შემდეგ რაც შენ გადაწყვიტე ცხოვრების შეცვლა. ფრინველი, რომელიც შენს ფანჯარასთან დაჯდება და იმღერებს მარტოობის წამში. გულის ფორმა ღრუბლებში, მაშინ როცა საყვარელ ადამიანზე ფიქრობ. ცისარტყელა, რომელიც გამოჩნდება პირადი ქარიშხლის შემდეგ, როგორ დაპირება, რომ სიხარული დაბრუნდება. ეს არის ცოცხალი სურათები, რომლებიც შენი დამცველების მიერ არის დახატული, რათა მოხიბლონ შენი თვალები და შეეხონ შენს გულს. ისინი გვახსენებენ სილამაზეს, მდგრადობას და მთლიანი სიცოცხლის ურთიერთკავშირს. როცა ბუნებას უერთდები, შენ პირდაპირ უერთდები ანგელოზურ სიხშირეს, რადგან ეს არის სუფთა გარემო, თავისუფალი ადამიანის გონების ჩარევისა და სკეპტიციზმისგან. გაატარე მეტი დრო ღიაცის ქვეშ, დააკვირდი დეტალებს, იგრძენი ხეების და მცენარეების ენერგია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი გონების დასამშვიდებლად და იმ ხელმძღვანელობის მოსასმენად, რომელსაც ეძებ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არსებობს კიდევ უფრო ღრმა რამ, რაც ამ ნიშნებშია ჩადებული. ისინი არამხოლოდ კომფორტს გვაძლევენ აწმყოსთვის, ისინი არიან შუქურები, რომლებიც ანათებენ შენ შემდეგ ნამიჯებს. ახლა როცა უკვე იცნობ ხუთ მთავარ ნიშანს, აუხსნელ სიმშვიდეს, სითბოს დაბურძგვლას, ნათურებსა და ორბებს, რიცხვით თანმიმდევრობებს და ზეციურ სურნელებს, აუცილებელია გაიგო მათი უფრო დიდი მიზანი. ეს ნიშნები მხოლოდ ეგზოტიკური ცნობის მოყვარეობა ან ერთჯერადი განსაკუთრებულობის შეგრძნების მომენტები კი არ არის. ისინი აქტიური ტრანსფორმაციის ინსტრუმენტებია. თითოეული ნიშანი, რომელსაც აღიარებ, არის კიდევ ერთი ნაბიჯი შენი სულიერი ევოლუციისკენ. საფეხური, რომელსაც ადიხარ, უფრო მაღალი ცნობიერებისკენ. იფიქრე მათზე როგორც შენს ინტუიციაზე ვარჯიშზე. როცა სწავლობ ამ ნაზი შეხებების ამოცნობას და მათზე ნდობას, სინამდვილეში შენი მეექვსე გრძნობა იწმინდება. ის შინაგანი ხმა, რომელიც შენი ყველაზე ჭეშმარიტი მეგზურია. ანგელოზები გვიჩვენებენ ამ ნიშნებს, რათა გვასწავლონ, რომ საკუთარ თავს ვენდოთ, ვირწმუნოთ სიბრძნის, რომელიც უკვე ჩვენს სულშია. ისინი გვაძლებენ ძალას, რომ ცხოვრება გავიაროთ არა მხოლოდ გონების ლოგიკით, არამედ გულის დარწმუნებითაც. შენ უკვე შეგიმჩნევია, რომ შენი ცხოვრების ზოგიერთი დამთხევა უბრალოდ დამთხევა არ არის? ეს კითხვა, რომელიც ჩვენს საუბარში კვლავ და კვლავ ისმის, არის გასაღები უფრო ღრმა აღქმისკენ. ანგელოზები მხოლოდ კრიზისის მომენტებში კი არ გვიძღვებიან, ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ სიხარულის წამებშიც. ისინი გვიგზავნიან ნიშნებს, რათა დაადასტურონ ჩვენი სწორი არჩევანი, მოგვილოცონ გამარჯვებები და შეგვახსენონ მადლიერების შეგრძნება. როცა მიაღწევ მიზანს, რომლისთვისაც დიდხანს იბრძოლე და ზუსტად იმ წამს ცაში ორმაგ ცისარტყელას დაინახავ, ეს არის ზეციური ზეიმი. როცა სიკეთეს ჩადიხარ და მალევე მიწაზე კაშკაშა მონეტას პოულობ, რაც კეთილდღეობისა და აღიარების გავრცელებული ნიშანია. ეს არის შენი ანგელოზის გზავნილი.
მივნახე რაც გააკეთე, გააგრძელე სინათლის გავრცელება. ანგელოზური კომუნიკაცია არის უწყვეტი დიალოგი, რომელიც არსებობს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, კარგ და რთულ მომენტებში. გამოწვევა კი ის არის, რომ დარჩე გამსწრე და ცნობიერი, რათა აქტიურად მიიღო მონაწილეობა ამ საუბარში. რაც ახლა გეტყვი, შეიძლება მთლიანად შეცვალოს, როგორ უყურებ მომავალში გამოწვევებს. ანგელოზური ნიშნები მოქმედებენ როგორც წინასწარი გაფრთხილების და მომზადების სისტემა. ხშირად ნიშნების სიხშირეს აგრძნობლად მატულობს ჩვენი ცხოვრების დიდი ცვლილებების წინ, იქნება ის დადებითი თუ რთული. თუ ყველგან იწყებ ხედავ რიცხვს 448, ანგელოზური დაცვა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სამყარო გამზადებს რთული სიტუაციისთვის და წინასწარ გაძლევს დარწმუნებას, რომ ყველა საჭირო მხარდაჭერა გექნება. თუ იწყებ ხედავ რიცხვს 555, ნიშნულოვანი ცვლილებები მოემზადე, რადგან დიდი ტრანსფორმაცია ახლოვდება. ეს ნიშნები გვაძლევს დროს, რომ ემოციურად და სულიერად მოემზადოთ. ისინი არიან მოწყალების აქტი, წინასწარი შეტყობინება, რათა მოულოდნელად არ დავიჭიროთ. ისინი გვიწვევენ გავაძლიეროთ ჩვენი რწმენა, ვიმედიტიროთ და უკავშირდეთ შინაგან მეს, რათა ცვლილების დროს მყარად და მზად ვიყოთ. ეს გზავნილი შენამდე ზუსტად დროულად მოვიდა, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედო მისი შინაგანად მიღებისთვის, რადგან ეს ცოდნა არის შენი ჯავშანი ყველაფრისთვის, რაც მოდის. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდე. ანგელოზებთან ურთიერთობა ორმხრივი გზაა. არ დაელოდო მხოლოდ ნიშნების მიღებას. თხოვე მათ, შენი თავისუფალი მევა არის უმაღლესი კანონი. ანგელოზებს არ შეუძლიათ მასშტაბურად ჩაერიონ შენი მოწვევის გარეშე. ამიტომ ესაუბრე შენს მცველ ანგელოზს როგორც ყველაზე ერთგულ და ბრძენ მეგობარს. თხოვე კონკრეტულად და მკაფიოდ. ჩემო ანგელოზო, გთხოვ, მომეცი აშკარა ნიშანი მომდევნო 24 საათში, თუ ეს სამსახურის შეთავაზება უნდა მივიღო. შემდეგ კი ყურადღებით იხავი. პასუხი მოვა. შეიძლება ეს არ იყოს ნეონის დაფა, მაგრამ იქნება ერთ-ერთი ნიშანი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ან მათი კომბინაცია და შენი გული ეჭვს აღარ დატოვებს. როცა ითხოვ, გამოხატავ რწმენას და ხსნი პირდაპირ არხს ზეციური დახმარებისთვის. დაიჯერე, რომ ამ დახმარების ღირსი ხარ, შენ არ აწუხებ და არც მეც ითხოვ, უბრალოდ ააქტიურებ იმ კავშირს, რომელიც შენს ბუნებრივ უფლებად გეკუთვნის. მაგრამ ეს ყველაფერი კი არაა, არის კიდევ უფრო ღრმა რამ. როცა უკავშირდები შენს ანგელოზს, ამაღლებ არა მხოლოდ საკუთარ ვიბრაციას, არამედ მთელი პლანეტისას. ყოველი სული, რომელიც ამ კომუნიკაციას იღვიძებს, დედამიწაზე მეც სინათლეს და სიყვარულს ამკვიდრებს. როგორც თავიდან დაგპირდი, მინდა გაგიზიარო მარტივი, მაგრამ ძლევამოსილი ლოცვა შენი მფარველისთან კავშირის გასაძლიერებლად. იპოვე 7 ადგილი, ღრმად ჩაისუნთქე 3-ჯერ და გახსნილი გულით თქვი: ჩემო საყვარელო მცველო ანგელოზო, ერთგულო მფარველო და მეგზურო, ახლა ვხსნი ჩემს გულს შენს სინათლესა და სიბრძნეს. გიხდი მადლობას. ჩემი ცხოვრების ყველა მომენტში შენი მუდმივი ყოფნისთვის, მაშინაც კი როცა ვერ აღვიქვამ. გთხოვ, გამიმძაფრე სულიერი გრძნობები, რათა ვხედავდე, ვისმენდე და ვგრძნობდე შენს მიერ გამოგზავნილ ნიშნებს. დაშალე ჩემი ეჭვები, დაადუმე ჩემი შიშები და გამიმტკიცე რწმენა. წარმართე ჩემი აზრები, სიტყვები და მოქმედებები, რათა ვიარო ჩემი უმაღლესი ჭეშმარიტებისა და უმეტესი სიკეთის გზით. შემომახვიე შენი სინათლის ფრთები და დამიცავი ყოველგვარი ნეგატივისგან. მე გენდობი. ვიღებ შენს ხელმძღვანელობას. მადლიერი ვარ შენი უპირობო სიყვარულისთვის. ასე იყოს და ასეა. გამოიყენე ეს ლოცვა ყოველთვის, როცა გჭირდება სიცხადე, ნუგეში, ან უბრალოდ ხელახლა დაკავშირება. თუ ეს გზავნილი შენს სულ შეეხო და შენს მდგომარეობას შეესაბამება, დაწერე კომენტარებში. მე ღია ვარ ჩემი ანგელოზის ნიშნებისთვის. გააზიარე შენი გამოცდილება კომენტარებში. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, მოიწონე და გამოიწერე არხი უფრო შთამაგონებელი კონტენტისთვის. მადლობა ყურებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.